დავიწყებ მაშინ ცოტა ოდნავ შორიდან და იმის მოყოლით, რომ 2012 წელს დავიწყეთ ესე უფრო აქტიურ რეჟიმში ზრუნვა და ადვოკატირება იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის და ხაზგასმით აღნიშნავ არა მხოლოდ ეტილით მოსარგებლეებისთვის. წამოვიდა მერია თანამშრომლობაზე, შედგა კიდევაც სამუშაო ჯგუფი, იყო დაპირება, იყო ჯერ თავიდან საუბარი იმაზე, რომ უკვე არსებული ავტობუსების ნაწილის სასწრაფო ადაპტირება უნდა მომხდარიყო, თუმცა ნუ გაირკვა მერე რომ ეს ვარგისიანი არ იქნებოდა და ნუ ამაზე ხელი ავიღეთ ყველამ. 2013 წლიდან წელს მოგვწეს ეს დაპირება, რომ 2013 წლიდან შემოვიდოდა 100 ახალი ავტობუსი, 2013 წელმა ჩაიარა ამ ხრივ უშედეგოდ. 2014-ში გაჩნდა უკვე ძალიან რეალური და ხელშესახები ეს თემა, იმიტომ გამოცხადდა კიდევაც ტენდერი და 100 ახალი ავტობუსი უნდა შემოსულიყო ქალაქში, რომელიც სრულიად მორგებული იქნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. თუმცა, ნუ შემდეგ ამას მოყვა ის, რომ ერთმანეთს ულოცავდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები თუ მათი მხარდამჭერები, როგორც იქნა მივაღწიეთ საკითხის გატანას. და შემდეგ დაგვხვდა ესეთი სიურპრიზი, რომ ქალაქის მერიასა და თბილისის საკრებულოს შორის ბიუჯეტთან დაკავშირებით იყო რაღაცა გარკვეული შეუთანხმებლობა და შემდეგ გავიგეთ, რომ როცა მიაღწია შეთანხმებას, ამ შეთანხმებული ბიუჯეტიდან საერთოდ გაქრა ახალი ავტობუსების შეძენის თემა, რომელიც რა თქმა უნდა გამოიწვია ძალიან დიდი იმედგაცრუება, დაბადა ძალიან ბევრი კითხვა. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა ეს შეხვედრა დღეს საკრებულოსთან, ეს არ იყო მაინც და მაინც აქცია ამ სიტყვის უარყოფითი ასოციაციიდან გაგებით, როგორი ასოციაციაც გაუჩნდა თავად საკრებულოს წარმომადგენლებს, ჩვენ აქ არ მოსულოთ საჩხუბრად, მოვედით ძალიან კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მისაღებად. სამომავლო პერსპექტივების დასადგენად და იმ დაპირებებისა, რა საფუძველი არსებობს, რომ დაპირება, რომელსაც გვაძლევს თბილისის საკრებულო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ბიუჯეტში ეს დღეს არ არის, ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ დღეს არა და წელს ადაპტირებული ავტობუსები ქალაქში შემოვა. რა თქმა უნდა, დაპირებები მიგვიღია წლების განმავლობაში ძალიან ბევრი, მე არ მაქვს საფუძველი, რომ კონკრეტული ადამიანების გულწრფელობაში და мотиваციაში ეჭვი შევიტანო, მაგრამ თემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს მათ უბრალოდ მხარდამჭერებს გვჭირდება რეალური ნაბიჯები და რეალისტური ხედვა ეს დაპირებები როგორ არ დარჩება დაპირებებად. გუშინ შედგა მცირე მასშტაბიანი არაფორმალური შეხვედრა ძალიან სპონტანურად საკრებულოს წარმომადგენელთან, რომლის ფარგლებშიც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ, თუმცა ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ასეთი საკითხები არ უნდა რჩებოდეს დაახურულ კარს მიღმა რაღაც რამდენიმე კაცში განხილვის საგნად და ამიტომ დავგვეგმეთ და არ გადავთქვით დღევანდელი აქცია და შევთავაზეთ საკრებულოს წარმომადგენელსაც, რომ უკვე საჯაროდ მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით და უფრო გაფართოებულ ფორმატში ის თემები, რაც პატარა ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, საჯაროდ დაეფიქსირებინათ. დღეისათვის შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს შეხვედრა შედგა და პოზიტიური ნაბიჯი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ მივიღეთ პირობა, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც განხორციელდება ქალაქის ფარგლებში და რომელსაც განახორციელებს ქალაქის მერია, ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები, მივიღეთ პირობა, რომ საჯაროდ და გამჭვირვალედ, რომ წელსვე ადაპტირებული ტრანსპორტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ქალაქში შემოვა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პირობა და პასუხი ჩვენს მოთხოვნაზე, რომ სამუშაო პროცესში ჩართულები იქნებიან თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები. დაპირებებს მოდი ნუ დავარქმევთ, ეს არის ის არსებული რეალობა, ცალსახად ვიძახით, რომ ავტობუსები ეყოლება თბილისს, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, რამოდენიმე თვე დაჭირდება ამას, პლუს ამას ეს ავტობუსები იქნება ამ შესაბამის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და მათ გარემოზე ადაპტირებული ეს აუცილებლად მოხდება და უფრო მეტიც იმ რეგულაციების შესაბამისად ყველა პროექტს ითანხმებს საკრებულო და შემოტანილ პროექტებში ჩვენ უპირველესად მივაქცევთ ყურადღებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის პროექტების შეთანხმების დროს იყოს გათვალისწინებული ის გარემო, რომელიც ადაპტაციას ახდენს ზოგადად საზოგადოებასთან. ვფიქრობ, ამას ჩვენ მაქსიმალურად ერთობლივად ავიყვანთ კონტროლზე და გარკვეულ შედეგს ალბათ უკვე უახლოეს მომავალში მივახცევთ. ფიქსირეთ ჩვენი თავი და ჩვენი უფლებები და მივიღეთ საკრებულოსგან დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პროცესში, რომელიც განხორციელდება საკრებულოს მხრიდან,
ყველა პროცესში იქნება სრული ჩართულობა შეზღუდული შედეგების მქონე პირთა მონაწილეობა. და მნიშვნელოვანია ის, რომ აქამდე თუ არაფერი წყდებოდა, თუ ყველაფერი წყდებოდა ჩვენს გარეშე, იმედია, რომ ამის შემდგომ ჩვენთან ერთად გადაწყდება და ყველაფერში იქნება ჩვენი უფლებები გათვალისწინებული და ჩვენი ქალაქი დაემსგავსება ევროპის იმ წამყვან ქალაქებს, სადაც აბსოლუტურად სრული ჩართულობაა შეზღუდული შედეგების მქონე პირთებს. ადაპტირებული გამოსას ხმისად მიიქნება ყველა ადამიანისათვის და მიუხედავად ფერზე ასისა ეთნიკური წარმოშობისა და სოციალური სტატუსისა. ეს ვაპროტესტებ დისკრიმინაციის ახალ ფორმას იმ ფორმაზე და ქვეყანამ მიიღო გარეშ კომერცია ეს მუშავდება კანონი რომელიც მოერგება საერთაშორისო სტანდარტებს იმის ფონზე მე აიღებს ბიუჯეტი და იმ თაღას რომელიც გათვალისწინებულია ადაპტირებული ტრანსპორტის შემოსაყვანად. ვაპროტესტებ საზოგადოების დამოკიდებულებას შეზღუდული შედეგების